შემოდიოდნენ MasterChef-ის სამზარეულოში და იგრძნობა სახელმწიფო გარემო, რომ მალე ახალი წელი დგება. გაგვიხარი არაცი ძალიან ცუდ დღეში ვარ, მაგრამ გილოცავთ ახალ წელს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება MasterChef-ის საახალწლო სამზარეულოში. დღეს ჩვენთან ნამდვილი სადღესასწაულო განწყობაა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო ივენთ კომპანია Party Labs. როგორც ხედავთ, პროექტში დარჩით საუკეთესო 7-ეული და გადავდივართ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. დღეს MasterChef-ის მე-12 სეზონის ნახევარფინალისტებს გამოვარკვევთ. ყველაფერს ვიზამ, რომ ერთ-ერთი ვიყო მე. ნახევარფინალის მიჯნაზე, რა თქმა უნდა, იმუნიტეტი არ იქნება. დავალება მხოლოდ ერთ ტურში ჩატარდება და ორი მონაწილე, რომელიც დღეს იმედებს გაგვიცრუებს, სამუდამოდ დაემშვიდობება MasterChef-ის დიდ სამზარეულოს. მზად ვარ ბრძოლისთვის, არ მინდა არსად წასვლა და ველოდები დავალებას. ნახევარფინალში მოსახვედრად თქვენ უნდა შეასრულოთ სპეციალური დავალება ქუალიკოსგან. ქუალიკო 2011 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში. მის პროდუქციას საქართველოს სუპერმარკეტების ქსელებშიც კი იპოვებთ. მაშასე ყურადღება, ნახევარფინალისტებს გამოავლენს ქართული საახალწლო სუფრის ნამდვილი მარგალიტი, ეს არის საცივი. საცივი. და არა მარტო. გვინდა რომ საცივთან ერთად მოამზადოთ საახალწლო ნუგბარი, რომლის გარეშეც ახალი წელი უბრალოდ არ დგება. საქართველოში. ვაა, გოზინაკი. ეს არის გოზინაკი. ეხებული გან? არასოდეს არ მომიმზადები არც საცივი და არც გოზინაყი და ძალიან დიდი გამოწვევა არის ჩემთვის. ამ ორი პროდუქტიდან ერთ-ერთის გაფუჭებამ შეიძლება MasterChef-ის დიდი სამზარეულო დაგატოვება. ორივე კერძი უნდა იყოს იდეალური. სანამ მზადებას დაიწყებთ, შეგიძლიათ ეწვიოთ ჯორჯიტას სუპერმარკეტს. მოვედით ჯორჯიტაში. როგორც გავარკვია, სახელი ჯორჯიტა არის შექმნილი ქვეყნებიდან ჯორჯია და იტალიის გაერთიანებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ნამდვილი იტალიური პროდუქტების დღესასწაული გველოდება. წავედით ბავშვებო. ესე იგი, მე დღეს გავიყოლებ ლუპულუსის ბელგიურ ლუცს. თაია, მოდი. შენ რომელი გინდა? მე არ გამისინჯავს ლაგერი და მაგას დავაკემოვნებ. მე როგორც იტალიური ყავის მოყვარული გავიყოლებ მაუროს ყავას. ეს არის 100% არაბიკა, თან არის ბიო და აქვე დავაფრქვევინებ სასრულ სისქეზე. ჯორჯიტაში დიდი არჩევანია უგლუტენო პროდუქტების. როგორიც არის პური, ფქვილი, ხორცს პროდუქტები, ყველი, ტკბილეული და ასე შემდეგ. ასევე რაც ძალიან მომეწონა ჯორჯიტაში, ჯანსაღი პროდუქტების ძალიან დიდი არჩევანია. მრავლად არის ბიო, უშაქრო, ულაქტოზო, დაბალცილოვანი და ვეგანური პროდუქტები. მინდა ვცადო ჯორჯიტას იტალიური ზეითუნის ზეთის ხაზი კოსტადოროს ზეთები. დამჭირდება გაუფილტრავი ზეთი, კოსტადოროსი, ილ გრეცო, ექსტრა ვირჯინი. ასევე მინდა რომ ავიღო წიფწის ზეთი. შესაძლოა შეგიძლიათ სალათებში შეგიძლიათ გამოიყენო და უბრალოდ თონისპური აიღეთ, ჩააწე და მიირთვით, რა იმგემრიელესი არის. აქვე აღმოვაჩინე ბიო ზეთები. ავოკადოსი, ნიბზის ზეთი არის, გოგრის ზეთი არის, სეზამის ზეთი არის, სელის ზეთი არის, რომელიც არის ძალიან იშვიათი და ძალიან საინტერესო პროდუქტები. ჩემი საყვარელი ბალზამიკოც არ უნდა დამავიწყდეს. ავიღებ ორნაირ ვარიანტს. სპრეის და კრემოვან ბალზამიკოს, რადგან შეიძლება ორივე დამჭირდეს. ჯორჯიტაში ძალიან დიდი არჩევანი ყოფილა ტკბილეულის. ევროპული ნუგები, ტრუფელები, შოკოლადები. დღეისთვის მე ავარჩიე იტალიური მორტადელა ფისტით და ესპანური სალიანი. და ასევე დამჭირდება ჩიზლენდის ჰოლანდიური ყველი, რომელსაც აქვე დავაჭრევინე. რაც გჭირდებოდა ყველაფერი მოვიმარაგეთ
და ამისთვის ვუხდი ძალიან დიდ მადლობას ჯორჯიტას. ახლა დროა შეუდგეთ საქმეს. ამ რთული და საპასუხისმგებლო მისიის შესასრულებლად ექნება ზუსტად 75 წუთი. არც მეტი, არც ნაკლები. ქონდა მოსწორა ვიხდი. რანაირად? ანუ თან ნიკოზე თან ბოსინა. იმედია იცით ყველამ რომ საცივია და ბაჟი არის ბაჟი, ხო? და ხარჯო. და ხარჯო. და იახნი. ბაჟი არის ცივი соуსი, რომელსაც უნდა უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, პაპრიკა და ნიორი და მასთან სხვა სუნელი არაფერ შუაშია. საცივი არის ფრინველის მომზადების მოხარშის შედეგად გამოყოფილი წვენისგან მომზადებული სანელებლებიანი ცხელი, მაგრამ ხანდახან ცივად მისართმევი კერძი, ანუ ხარშვის თერმულად დამუშავების პროცესია და ხარჩო თითქმის იგივე პროცესია, მაგრამ სუნელებია განსხვავებული და შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც ხბოსგან და ძროხისგან, ისე ფრინველისგან. ყველაზე რთული ის არის, რომ საცივის გემოები უნდა იყოს ავთენტური, ქართული, ტრადიციული, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ხედვა. დღეს ვითხოვთ კლასიკურ საცივს და არაფერს სხვას. მაგრამ შეგიძლიათ ეს პროდუქტი კერძი დასჭალოთ, ააწყოთ და საინტერესო ფორმით დაგვანახოთ. მე-12 სეზონში როგორი შეიძლება იყოს საცივი. და მზად ხართ ამისთვის? თქვენი 75 წუთი გაიხსოვთ. ეს ხო ქვალიკოს პური, ამიტომ დამჭირდება ქვალიკოს ქათამი, რომ მომზადო ძალიან გემრიელი საცივი. დამჭირდება ნინჯას ბლენდერი. მარილი დამჭირდება კარლასის. მერე უმაღლესი ხარისხის ფქვილი დამჭირდება. ლა ფამილია. სანტესგან დამჭირდება აუცილებლად პარმალატის 75%-იანი რძე. ბასოს ზეთი დამჭირდება აუცილებლად. შენ ხო ორგინა ბორჯო? გაგრილდეთ. დაგჭირდება გაგრილება. ჩემი კერძისთვის ასევე დამჭირდება თელიანი იველის ხიხვი, თეთრი მშრალი ღვინო. პრეზიდენტიდან ჭირდება სულგუნი და სანდომის გოზინახს დავაგემოვნებ. რომ ნახო როგორი უნდა იყოს იდეალური გოზინა. ჩემს მაგიდასთან სისუფთავეზე ისრონებს ცალკაკი. ჯორჯიტადან დამჭირდება ბევრი სუნელი. გასაფორმებლად დამჭირდება პამიდურის ჩირი. სადა არის პამიდურის ჩირი? აი, პამიდურის ჩირი. ჩემი კერძისთვის დამჭირდება პლასტიკი, ფოლგა და ასევე ფინოს პერგამენტი. დღევანდელი დღის მთავარი კერძის მთავარი გმირი ქვალიკოს ქათამი. ვიყენებ ქვალიკოს ქათამს. უნდა გავაკეთო ქათმის ბულიონი და უნდა გავაკეთო რულეტი. რულეტი შიგნით რა არის? შიგნით ვუკეთებ ტრიუმფერს და ვუკეთებ კიდე სულგუნს. სულგუნს? კი, რულეტში შიგნით. ერთი ფილე გჭირდება მარტო? კი, ჩამეტება, მოდი მეორეს ვთქვა. ისე მკითხეთ, ისე თქვენი ერთი ლუკო არ გამომივიდეს შევ, მოდი მეორე ფილესაც ამოვიღებ. რა ვიცი. მე ვაკეთებ მეგრულ საცივს, ვაკეთებ ბულიონს. თვითონ საცივი არ იხარშება, იხარშება მხოლოდ ბულიონი და ბულიონი გამოიყენება მე უშუალოდ შეზავების დროს ნიგოსთან. ვიყენებ ნინჯას ბლენდერს, რომელიც ახლა დამიფხავს ხილს და მივაყოლებ ბორჯოს. ვაკეთებ ქვალიკოს ქათმის საცივს. ქვაბში გვაქვს კომბუ, ჩინური სიჩუანური წიწაკა და რიჩინი, ანისის ვარსკვლავი, ქათამი, ჯინჯერი. გემოები იქნება ტრადიციული, ერთ-ერთი რაც იქნება რომ მამის გამოხატულება იქნება და გრილზე უნდა შევწვა აუცილებლად ქათამი, რომელსაც გავაკეთებ ქვაბში. ყველამ დაიწყო თავიდან საცივის მომზადებით. მე ვარ ერთადერთი, ვინც საცივი მოიტოვა ბოლოსკენ. ვიწყებ გოზინაყის გაკეთებით. კედრის კაკალი და ნიგოზი ერთმანეთს შეურია და ახლა შევგადავიტან თაფლში. ვიწყებ გოზინაყის გაკეთებას და არ იკვრება ეს გოზინაყის მასა. მოსინჯე ერთი წავში თუ არა? მე არა ვარ დარწმუნებული თაფლიზად. თაფლის და ნიგზის პროპორცია როგორია? 1:2-ზე. იმედია 2 ნიგოზი. კი, რა თქმა უნდა. არ ვარ ამაში დარწმუნებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ თაფლი მაკლია. არ გამოდის? გამოდის. არ გამოდის. რატომ?
ვარ გადაწვი თაფლი. არა, დუღილი დაარსდა. დუღილი დაარსდა. უკვე პანიკაში ვარ, იმიტომ რომ ორი დავალებისგან ერთ-ერთი რო არ გამომივიდეს, უკვე აგებული ვარ. არ გამოდის. თავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ყველაფერი გამოვა. ვცდილობ რომ რამენერად ეს ბურთები გამოვიყვანო, მაგრამ არ გამომდის, იშლება. აუ! ავიტანჯე. არ გამოდის. თელჩემ სიყვარულს და სიმშვიდეს უგზავნი ამ გოზინახს. შეიკრას. გამოვიდა ბოლოს? ამოვიყვანე, მაგრამ ზოგი კი ზოგი. გაჩაიდინე. არ ვიცი. კიდე შუშე? უბრალოდ დამშვიდი და სიყვარული ჩავდი. აკარგია. როგორც იქნა შევკარი 2 კინკილა ბურთი. ხო, რბილიაცა. და ძლიერს შევკარი. ეს გირჩის თხილი ძალიან სპეციფიურ არომატს აძლევს და მომწონს. განუსაცების მოსწრება და თან გაკეთება და თან კიდე გოზინაყის მარტივი დავალება ნამდვილად არ არის. არა ნახევარფინალში უნდა მოვხვდი ამ კერძით, ამიტომ ყველაფერს ვიზამ, რომ ყველაფერი მოვასწრო. იო, აბა რას ეკეთე? გადავწყვიტე ქათმისგან რულეტი გავაკეთე, όμως კლასიკური ყველაფრის გარეშე ოდნავ აჯიკას ვუსამ და მარილს. ერთ-ერთი ეგ განსხვავება რო იყოს სტანდარტული სიცივისგან, ისე გემოზე და მაგიტო გადავწყვიტე რომ სტურები კარგად მიდიხარ და დღეს არ გააფუჭო. მაგიტო გადავწყვიტე რომ მარტო რულეტი გავაკეთო. ხო, მაგრამ ცოტა ეს რაღაცეები დამღუპავი არ იყო შემთხვევით. სახში რო არ წახვიდე. ძალიან რთული ტურია, ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ დღეს გადაწყდება ბედი ვინ გადავანახევარ ფინალში და იმედია დავალებას კარგად გავახმევ თავს. ეხლა თქვა რომ მაგას უკეთებ კიდე. ო, ცოტა სიმწარეა, უსწირდება ჩემი აზრით. და გაჯიკა არ არის? ცოტა რა და გასაგებია. ტრინფელი გაჯიკა ერთად რა ხდება? რა ხო, ბომბა ფეთქდება შენ. არ ჩენი კერძია შენ გააკეთე. აქ უკვე პანიკა დამეწყო, არ ვიცი რა გავაკეთო. შენც რულეტი კაცო. ყველი კიდე. შეფლებანსაც უყვირს რა უნდა სულ გუნსაცივში. საცივს ხო ჭამენ ზოგადად. რასთან, ყველთან ერთად? არა, ხომთან ერთად. ხომთან ერთად. ხომთან ერთად ჭამენ. ხო, ვერი სულხური ხო აქვს. იქ ხომს აქვს, საცივს კი. ისე არ ქნა რომ სახში წახვიდე. მე უკვე ამ დროს პანიკა მეწყება, ვიცი რომ ფეცვის ხიდზე გავდივარ, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ეს მომწოდებას. იმედია ჩემი საოცარი შეფები არ გამობრძანებენ იტალიაში დღეს. და შეიძლება რეისი არ იყოს და ხვალინძელზე გაგამოვიდა. ისე დავსვათ, ხო? ამ დედა ჩემი მე მოხრება და არ მინდა დაბრუნება იტალიაში და ასე რომ ვნახოთ აბა. საცივს ვაკეთებ. ამით ხეხე შენც რულეტს აკეთე. ყველა რა რულეტს აკეთე. მოილაპარაკეთ თუ რა? რულეტს ვაკეთებ ქათმის ფილესგან, შიგთავსი ექნება ბარკლის, მობრაწული ბარკლის ხახთან ერთად და ნიგოსთან ერთად. რაც ისედაც შედის საცივის. მაშინ რომ არ გავცდეთ კონცეფციას. თორნიკე რა ხდება აბა შენ საცივში? უნდა გავაკეთო შემწვარი ტაბაკა საცივის სოუში და უნდა გავაკეთო კიდე რულეტი თუ მოვასწარი. ფინოს ტილოს ვიყენებ, ხორცი რო გავამშრალო. საახალწლო განწყობა იგრძნობა, როგორც კი ვახსენებთ საცივს. დღეს მოვამზადებ საცივს, ვაკეთებ ასევე ღომს და იმედი მაქვს, რომ მომზადების შემდეგ მოვასწრებ მის შეწვას. დღეს ჩვენი დავალება არის გოზინაყი, მაგრამ სანამ მოვამზადებ, აუცილებლად უნდა გავსინჯო სანდომის გოზინაყი. როგორც ახალ წელს შეეფერება, ისევ ფუსფუსებ, ვაკეთებ საცივს სალკე, გოზინახს სალკე, პოლენტას და რა ვიცი, ყველაფერი ერთად და ნახოთ აბა. ესაც გავივლი მე მგონი ბეწვის ხიდზე და ვიდი არ ჩამიწყდება. აი მე კარაკი დამავიწყდა, კაცი და ბაც. ავიღებ ეს კარაკი. გვიახლოვდება ახალი წელი, დიდ სამზარეულოში. დიდი ბრძოლა, რადგან 7 კაცი ერკინება ერთმანეთს, რომ ვინ უფრო გემრიელი საცივი და გოზინაყი უნდა გააკეთოს და მაინტერესებს, ვინ იქნება ის ორი, ვისაც გრინჩი მოპარავს ამ ახალ წელს და დამეტოვებს MasterChef-ის
შემდეგ გადაცემას. ძალიან მინდა ნახევარფინალში გადასვლა. დედაჩემი მე მუქრება რომ ჩავიდე იტალიაში მომკლას და არც იტალიაში დაბრუნება არ მინდა. ასე რომ მედია არ გამაბუნძულებაში. გვინდა ნახევარფინალში გადაცვლა აუცილებლად და ჩემს მაქსიმუმს დავდებ. აბსოლუტურად. გასასვენებია. ეს ხდება ღომი ქინძით, შაშყლავით და მარილს დავუმატებ ამაში. ამაში ვაკეთებ. ეს რა არის? ეგ არის მაგითი ვაკეთებ. დაახლოებით გოზინაკის ვარიანტია, კლასიკურ გოზინაკსაც ვაკეთებ. ეხლა კიდე სამეგრელოში სხვანაირი გოზინაკი არა, ეს ჩემი რაღაცა მოფიქრებული არის და მაგასაც გაგაჩნია და კლასიკური გოზინაკიც კეთდება აგერ. ერთი პირი ნაწილი იმაში ჩაუშვი, ნაწილი ამისთვის, მაგრამ გამზადებულია. არა, ეს უნდა იყოს აუცილებლად დაბლენდერებული დაახლოებით მსხვილ ფრაქციებად. და დაჩოფერებული, ხო. და ეს მე გადაიხურვა მჟავით ყლაფში. მეგრულ საცივს ექნება ზუსტად მეგრული საცივის გეგმა. კი, ნამდვილად გპირდებით მაგას. ეხლა ვწვავ ნახევრად მოხარშულ ქათამს და ამ ნახარშით ვიწყებ საცივის მომზადებას. გამოვიყენებ სელფაკის ხელსაწყენს. ვიწყებ ძალიან სწრაფად გოზინაყის მომზადებას. ჟანდაბა დამავიწყდა ნიკოზის მოხალვა. სანსასწრაფოდ უნდა დავჭრა და მე მოვხალავ. გადავწყვიტე რომ დავჭრა და მოვხალო ესე. ხარზე დამჭრის სუნი. კი, ნიკოზი დამეწვა შე. მართლა? კი, მოხალვის დროს. რა მოყავიძახი? შეცდომები ხდება რა. ეს რა არის? თაფლი. რომელიც გიშაქრდება. მიშაქრდება. უნდა მოვადუღო ახლიდან და უნდა ჩავყარო მე ნიკოზი. ცოტა დამწვარი ისა. მე მგონი კი რა მაქვს დარჩენილი ძალიან ცოტა. თავიდან ვაკეთებ თაფლს გოზინაყისთვის. ამჯერად ყურადღებით ვიქნები. ეხლა დავლევ თელიანი ველის თეთრ ტვიშს. აბარა შვება უფრო წინ საფარი. უკვე გადავედი დამზადებაზე. მაგი ხელით გაგებდელები. არის შეფ სელი ხელით. გამოყენებული მაქვს ნიგოზი, გამოყენებული მაქვს გოგრის თესლი, გამოყენებული მაქვს სეზამის მარცვლები, აკაციის თაფლი. თან ხელით უნდა შეკრა. ხო, მე სულ ხელით ვაკეთებ ხოლმე, უფრო გრძნობ და უფრო სწორია. სულ რაღაც 32 წუთი გაშორებთ ნახევარ ფინალს. დროა, ძალიან დიდი კონცენტრაცია მომართოთ თქვენს კერძებზე და ის ორი კერძი, რომელიც დავალება გვაქვს, საცივი და გოზინაყი იყოს იდეალური. რომ მოხვდეთ ნახევარ ფინალში. აი გადავდივარ რულეტის მოხმობაზე. ვიყენებ პრეზიდენტის კარაქს, იმისთვის რომ მოუთუშოთ რულეტის შიგ თავსი, რომელსაც შემდეგ გადავახო და შევაგდებთ უკვე ფუმელში. ეგ რა არის? რულეტი. რანაირად ახლა? გაგეყოებ და ორი გაგიკესებინა. დრო გადის და მე ჯერ კიდევ არ მაქვს დამზადებული რულეტი. როგორ უნდა? შენი ვცდილობ რომ რამდენად ეს ჩემი რულეტი გავახვიო ბაწარში. აფშიდან შანდა. ყველანაირად ჩამოვარჩი ჩემ გეგმას და პანიკაში ვარ. შეიძლება ვერ მოვასწრო. რა მოიგონე ხაია ესე? დავგრეხ თოქსა ბაწარსა. გადავჭიმან და ამოვიყვან ჩემს მობილ თათმის რულეტსაო. ეს რა გითამაშია? აქ უნდა იყოს ნაძვები მოიწადეთ. ეს ნაძვი უნდა იყოს? საქმე ნაძვი როგორ უნდა მივიღო? ანუ სამკუთხედები უნდა მივიღო. ხო და უნდა დაგეჭრა მანამდე. ნაძვი რატომ უნდა იყოს დაფშნილი? დესტრუქტურირებული ნაძვია. როგორც საცივი არის დაშლილი, ნაძვიც არის დაშლილი. ხო და ნაძვი არის დაშლილი, როცა ჯერ ნაძვია და მე შეშლი და როცა ჯერ არაფერია და მე შეშლი, ნაძვი როგორ ხდება? არ არის ეგრე? მგონი ჩემი გადამემზად არის. კი. ის რულეტს აკეთებს. გიორგი, თაიაც რულეტს აკეთებს. შენი რულეტები, მაგაც რულეტებს უნდა ჯობდეს რო გადაჭრე. ინჯესტრიის ხობიდან ამოვიღეთ ჩემი რულეტი. ის გამიმაგდა მე მგონი.
დიდი ალბათობით მომიწევს ხელახლა გაკეთება. ის ტექსტურა ვერ დავსვი და რატომღაც ის შლება ჩემი გოზინაყი, ამიტომ ცოტაოდენი თაფლი ხელახლა გავაცხელე, ჩავყარე ჩემი გოზინაყი ხელახლა უკან. ამასობაში ჩემი ქათა მიბოლება და ტაფაში შევწვა კარაქთან ერთად. ვიყენებ ლა ფამილიას პურის საცხობ ქვილს, ვაკეთებ ლავაშს, სწორად ხელიცომია, მაგრამ აქ დავასვენებ და მინი ლავაშები იქნება რა. ვიყენებ ბასოს ზეიდუნის ერთ ნივრიანი ზეთი უნდა გავაკეთო პურებისთვის და ასევე აჯიკიანი. გადავწყვიტე რომ გოზინაყი გავაკეთო ახალი წელი რადგან არის ოქროს ფერებში რაღაცა საინტერესო სიახლეები შევძინე პროდუქტს. ოქროს ახალი წელი რა? რამოზია რა გინდა? და შენ თავი კერძი რა შევა? აი ახლა აქ არის და ველოდები რა. გარნირი რა? გარნირი არის საცივი. აი აქ არის საცივი გარნირი როგორ არის? გარნირი კი არა, გარნირი არის ქათამი, მაგრამ რულეტი, გარნირი მაქვს რულეტის. გარნირი ქათამი როგორ არის? ცოტა მიერულებს ხა მუშავშებ. ცოტა. დროში ანუ არის, ვაკეთებ საცივს ქათმით. საცივი იქნება ქათმის. ანუ რა უნდა იყოს გარნირი საცივთან. დეკორს გარნირს არაფერს არ უკეთებ, იქნება საცივი ქათამი და ლამაზად მორთული. ეს არის იყო დავალება, თუ რამე არასწორად გავიგე. თუ რამე არასწორად გავიგე, მითხარით, იმიტომ რომ 20 წუთი დამრჩა და ვიგავაკეთე. გარნირი გაუსწორდებოდა რა გვერდის რო ყოლოდა. იმიტომ რომ გარნირი არ გაგდა, ეხა უნდა მოიფიქრო და იმ კერძებს დრო დააკლო და მე გაგიფუჭეს და მე დამბრუნდეს რომ მე შენ გამამფუჭებინი არ მინდა. არა, ეგეთ რაღაცა არ ვიტყვი. რაც არ უნდა იყოს გარნირის გაკეთებას უკვე ვეღარ ვასწრებ და იქნება საცივი და გოზინაყი. ეხლა სანამ რაღაცებზე გადავალ, უნდა მიურეცხო, მოურეცხო ცოტა აქაურობა. ოშის ჭურჭლის ჟელეს ვიყენებ. ჩემი გოზინაყი მზად არის. ბრძით გააკეთე? არა. 4 სახეობის თხილი მაქვს გამოყენებული. გაქვთ თქვენი ნიგოზი? არა. რატო გაქვთ ეგეთი ცეცხლი? ფითქინა ნიგოზი მქონდა, ფითქინა ნუში მქონდა, ფითქინა თხილი მქონდა, ფითქინა კედრის კაკალი. ფითქინა ნუში რას ნიშნავს? ნუშს ხო ზემოდან ჯავშანია ყავისფერი. ჯავშანი აქვს, მაგრამ ნუშის ფანტელები მქონდა, რომლებიც ოდნავ მოვწალე. მანდარი ძაღლის თავი დამახურა. და ყველაფერი თეთრი თხილი გამოვიყენე აბსოლუტურად რა. არ ვარ რა. არა. ხოდა. უკვე ჩავთე სიჩქარე. იმიტომ რომ შეიძლება დამაგვიანდეს და ვერ დავსვა. ახლა ჩავუდებ ცოტა სულგონს. ვიყენებ ჯორჯიტას მზეზე გამომშრალ პომიდორს, უნდა გავაკეთებ სალსასავით. ვიყენებ ასევე გამომშრალ ქრიალს. რამდენი წუთი დამრჩა? ეს პოლენდა? კი ბატონო. აუ რამდენი წუთი დამრჩა შე? რატო არის 7? რატო არის ეგრე აჭრილი? აუ რატო და ცოტა სქელი მომივიდა და მე იმას გავაკეთე, რა ქვია. შე გავათხელე. გოზინაყი შენი ძლიერი მხარე ყოფილა. კი ბატონო. არის წებოვანი, ვერ გაშრა და მეწყება ნერვიულობა რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ გოზინაყი არ დგება და ამ დროს მომდის იდეა რომ გავაკეთო გოზინაყის ბურთები. ჭრი ღომს რომ გადავიტანო ტაფაზე. ძალიან ბევრი ცხენი აქვს რა. შრალ ტაფაზე შეულებრივ აიღე და შეწვე. კვლავ ღომს თავიდან. ნახე რა კარგია. ჩვენი ნაკლები ცხენია. მადლობა. პურიცოვმა ბოლომდე ამოსვლა და გაღვიება ვერ მოასწრო, ამიტომ ვერ გამოდის ესეთი ფაფუკი და ჰაეროვანი, თუმცა გლეხური პური გამოდის და მოუხდება ჩემს კერძს დარწმუნებულება. საკმაოდ წვნიანი გამომივიდა ქათმის ფილე და მე მგონი კარგია რომ გავრისკე, არ მივქარე ასე ვთქვათ. ცოტა უმათქო არ იყურება. არა შეფის არის, წვნიანი არის, კარგად. ჯერ კაი ხანი, სადღაც 20 წუთი ბოლავდა. რა, ჩემთვის უმათი იყურება. არა, ალბათ. არა, ზად არის. აი აგერ მაგ და გავსინჯავ რა. გემრიელი კი გავუკეთებია. გასერჩი. როგორც იქნა ჩემი რულეტი მომზადდა, ვიწყებ დაჭრას. რულეტის დიდი ნაწილი მეშლება და მრჩება ერთი პატარა ნაწილი. ის დაიშალა. ვერ ხვდები ეს რანაირად უნდა დავჭრა. ვცდილობ რამენერად გამოვიყვანო ახლა ამისგან 3 ლუკმა.
ერთი ნაწილი დაიშალა, მეორე ძალიან პატარა გამოვიდა და ეს როგორღაც უნდა იყოს ახლა 3 ადამიანს. და ძალიან მეშინია, რომ ესეც არ დაიშალოს. მეტი გზა არ მაქვს და დავიწყო სერვირება. რაც არის. ესეც ცოტა მესქელება. მაგრამ ახლა უკვე ვარაფერზე ვერ ვფიქრობ, მთავარია დროულად დავასერვირო, იმიტომ რომ დრო იწურება და მთავარია დავასრულო ჩემი გერზე. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 და ხელები მაღლა. დავალების შესასრულებლად საათი და 15 წუთი ამოიწურა. ახლა საათითაო დავაგემოვნებთ თქვენს ნამუშევრებს და გავიგებთ თუ ვინ შეძელით შეგექმნათ ჩვენთვის საახალწლო განწყობა. და ვისთვის დაიხურება MasterChef-ის სამზარეულო სამუდამოდ. პირველი ვის კერძსაც დავაგემოვნებთ არის მარია. მარია თქვენი საცივი და გოზინაღი მაგიდასთან. პირველი გავდივარ მე და ბაი. მარია, როგორ მოგიმზადეთ თქვენ საცივი და გოზინაღი? ეს ვარდება, ესე რომ გადმოტრიალო. მე მომზადე პოლენტა. მარია, რა თქმა უნდა, არ დაივიწყა იტალიური ფესვები და დაამზადა პოლენტა. შიგნით არის ანუ საცივის რატო აჭრილი ვიცი? ცოტა სქელი მომივიდა და ცოტა გათხელება. მაქვს ქათმის როლი, შიგთავსით არის სულგონი და ტრიუმფელი. იცი რა მაინტერესებს, ეს ყველი რა დგინოდა შიგნით? მინდოდა ეს ყველი კარგია, როდესაც ცხელია, ბლანტია და გადმოზის იქიდან და გაქვავებული შიგნით გემოში ვერ დავეცილი. ესე ტორტივით უნდა ჩამოჭრა. საცივის მასა იმდენად გავს კრემს, რომ საცივის მუღამი საერთოდ დაკარგა. ჩემ პირს ბევრად უფრო მოსწონს, როდესაც ცოტა ნიგის გრანულები ეტყობა და ამას მე პირის სწორად აღიქვავს ხოლმე. ამ შემთხვევაში ფაფა და კიდე ფაფა ერთად ბევრი ფაფაა რა და ძალიან თხელი ფაფა გამოდის. ყველი საერთოდ დავკარგე. ტრიუმფელიც გემოც ვერ ვიგრძინე. ტრიუმფელი არის, მაგრამ არის მის, სულგუნიც არის გამომშრალი. გოზინაღი. გოზინაღი გავაკეთე კლასიკურად. რატო გასდის წვენი? ცოტა ბევრი თაფლი მომივიდა. გოზინაღი ძალიან ნაზია. კარგია, გემოსტორი აქვს. უბრალოდ მე ვთვლი, რომ თაფლი კი არ მოგივიდა მეტი, თაფლს დააგდა მოშუშვა. ყველა როცა რაღაც საკეთე, ვის ხასიათის, განწყობა, ის გემო, ეს არაფერი არ უნდა დაკარგო რა. შეგეძლო соуსი გაგეთხელებინა თვითონ ეს საცივის მასა და მეტი არომატები. არც დარიჩინი იგრძნობა, არც მიხაკი იგრძნობა. რულეტი არის ოდნავ მშრალი, საცივი, კლასიკური საცივის გემო მაინც და მაინც არ აქვს. მიახლოვებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში ის გემო არ არის, რომელსაც ჩვენ ველოდებით. გოზინაღი არის გემრიელი. მადლობა. გოზინაღზე მაქვს ძალიან კარგი შეფასებები და ეს ცოტა მომშვიდებს. თუმცა გოზინაღის ფორმა ეს არ არის, არის უფრო ბომბონის ფორმა გრილიაში. აი, გრილიაში, აი შოკოლადის განაში რო ამოგებო, იქნებოდა კიდე უკეთესი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მოგეშოხოთ ვირცი. გაზაფხული ვიდექი. შემდეგი მონაწილე ვის საცივს და გოზინაღს დავაგემოვნებთ, იქნება გიორგი. გიორგი, გოზინაყი და საცივი მაგიდას.
გადის გიორგი და აქვს რაღაც ჭყვიალა გოზინაყი. ოხადო ხო? ალბათ თუ იჭმევა. მოკევი ხა როგორ მოამზადე საცივი და გოზინაყი. საცივი არის მომზადებული კლასიკური რეცეპტით, უცხოსუნელი, ყვითელი ყვავილი და ხმელი ქინძი, დარიჩინი აქვს და ცოტა მიხაკი. ქათამი შევეცადე, გამეკეთებ რულეტი არის ქათმის. ოხ, გიორგი მომბაცა, გაიტანა რულეტი. არაფერი არ დამიმატებია, აქვს აჯიკა ქართული ცოტა და კარაქი და მარილი. აჯიკა თუ დაამატე, მეტი რაღა უნდა დაგემატებინო. რა ვიცი, სულ გეტყობათ, რომ ცოტა გიჭირთ ეს სითამამე რა, იმიტომ რომ ძმარი არ ეთყობა, ოდნავ მაინც უნდა ეთყობოდეს. დარიჩინიც არ ეთყობა. ამას მე მგონი ვერ დაღეჭა. ხელით, ხო. შეხედულებით ძალიან ლამაზია, მაგრამ არ არის ყველაფერი ოქრო, რაც მზინავს. ხრაშუნა რო იყოს ესეთი, და მაინც გადავწყვიტე ეგეთი გამეკეთებინა. ხრაშუნა. გემრიელია ხრაშუნაა. მაგრამ გრილიაჟის ასე ვთქვათ, ტექსტურა აქვს თლიანად. იდორ დაკუცმაცებულია, ხო ძალიან? კი. რულეტი კაია, რბილია, საცივიც ძაფრა და ჩემთვის ნიორიც არის ისეთი, ძალიან თამამად გამოყენებული. ერთი თავი ნიორი მაქვს გამოყენებული. გამარჯობა. საცივს რაც შეეხება, ცოტა მეტი დუღილი ჭირდება ამ ნიგოს ფაქტურაც რაღაცნაირი აქვს აჭრილივით. რულეტს რაც შეეხება, წვნიანი, სწორია. ძალიან მკვრივი და შუნადი გამოდგა რაღაცნაირად. გადაჭარბებული თაფლის მომზადების შედეგად და არასწორი პროპორცია შაქრის დამატების შედეგად მიიღო აი ეს ყველაფერი. დაგუდა. ოხ, დღეს გიორგი ვერ წყინავს როგორც თავისი გოზინაყი. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, პრეზენტაცია კარგია. შეგიძლია დაუბრუნდე გიორგი შენ ადგილს, მადლობა. სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დალიევს. შემდეგი მონაწილე იქნება თაია. თაია საცივი და გოზინაყი მაგიდასთან. გავდივარ შეფებთან, ვიზუალით ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კერძის, თუმცა გემოებზე ნამდვილად არ ვიცი რას მეტყვიან. ლამაზად გამოიყურება. ძალიან. ვიზუალი ძალიან კარგია. მართლა ძალიან ლამაზი სერვირება აქვს. აბა მოგვიყევი როგორ მოგვიმზადე საცივი და გოზინაყი. ესე იგი დავიწყებ გოზინაყით, არის ნიგზისგან და კედრის თხილისგან. იდეა არის ამ ვიზუალის ის, რომ რაღაც თოვლის ბურთები არის, მოფანტული თოვლი და ნაძვები გავაკეთე კარამელისგან. თვითონ საცივი გადავწყვეტე რომ გამეკეთებინა რულეტის სახით, შიგთავსი გავუკეთე თეძო ბარკლისგან, ხახვისგან და ნიგზისგან. რულეტი ძალიან კაია, საცივი ვერა. საცივისთვის დამახასიათებელი სუნელები, სანელებლები არ იგრძნობა. მით უმეტეს დარიჩინი, მით უმეტეს მიხაკი, ოდნავ სიცხარეც აკლია ჩემს, ძმარი ხო აკლია და აკლია. ძალიან კაი დეკორია კარამელის. ისეთი ხმა ქონდა. ეგეც გამაგრებულია მან. კი, მაგრამ იღეჭება. თან გემრიელია. ის? გოზინაყი მე მომეწონა. მადლობა. აბა ნახოთ.
ქათამი ნაზია, კარგია. კარგად არის მომზადებული. აი ეს საცივი კიდე აი ხუმუსივით არის რა. იდეაში ვფიქრობდი, რომ საცივის კრემად გამესაღებინა. მაგრამ ვერ გაასაღე. ვერ გავასაღე. არ გამოგივიდა. თავისთავად ისედაც ნიგოზი, მარილი, ესა გემრიელია, მაგრამ საცივი არ იგრძნობა რა. გოზინაყი ლევან? გოზინას გავსინჯო. ეს ხო იგივეა. როგორ იმარტივებ ხოლმე ცხოვრებას? ჩემთვის ტკბილი არ შეიძლება. ჩემთვის ხო მისრებაა. გოზინაყი გემრიელია, მომწონს, კი. კარგი ტექსტურა აქვს. ხორცი კარგია ქათმის, მაგრამ საცივი ძალიან ფაფუკია. ფაქტორულად არის ძალიან ფაფა, პირში რომ ჩაიდებ, ზემოთ იშლება, ხო? ფაქტურა შეუცვლედი და სუნელებს ცოტა გავამძაფრებდი. სწორი გემო აქვს, ოღონდ უკან და ეს ყველაფერი წინ უნდა იყოს საფეხურებად. ნახე. ბეჭდებით შეგიძლია. ცოტა ლიმონის ცედრა უქენი და ლიმნის წვენი. ლიმნის ეს პიკანტური ოდნავ ყრუ გემო ძალიან მომწონს. ძალიან მომეწონა კედრის ხილიც ძალიან ელეგანტური გემოს ელემენტი შესძინა ჩემთვის პიკადად. რაღაც ახალწლო განწყობაც არის, ხო, ნაძვის გემო რაღაცა. მე მომწონს. თაია, დიდი მადლობა, შეგიძლია დაუბრუნდე შენ ადგილას. გიორგი, გთხოვთ თქვენი კერძი მაგიდასთან. აბა ელ. გოზინაყი ძალიან ლამაზია. მადლობა შეფ. დაიფერები. ნახე. ვეცადე რომ ტრადიციული გემოები და ტექნოლოგიები ასე ვთქვათ შემენარჩუნებინა. მეთქინა ერთადერთი განსხვავებული რაც გავაკეთე რომ შევბოლე ქათმის ფილე და გავრისკერო ქათმის ფილე მომემზადებინა. პოლენტასაც შეეხება და გამოვიყენე ცოტაოდენი პარმეზანი და გაკეთებული მაქვს ცხარე соуსი, სადაც გამოყენებული მაქვს ნიორი, შავი ნიორი და ჩვეულებრივი ნიორი, ხახვი, დარიჩინი, ამიდროს ჩირი და ხლიავის ჩირი გამოვიყენე და გამოვაშრე ჯონჯოლი. ფილე კარგია, არ არის მშრალი. საცივსაც შეეხება, ხო? პირველი მომდის დარიჩინი და მერე სხვა დანარჩენი. ანუ საფეხურების სწორად გაქვს დასალაგებელი. ეს სათამაშოები ძალიან კარგი მოსაძლევს და თითქოს გამოყავხარ კერძიდან, მერე კერძი შეყავხარ უკან. მომწონს. აკაციის თაფლი მაქვს გამოყენებული ამ შემთხვევაში. ძალიან ლამაზია. მადლობა შეფ. ნიგოსთან ერთად გამოვიყენე თეთრი სეზამი და გოგრის გული. მინდოდა რომ ბოლოს წამოსულიყო თაფლის გემოები და აი სადღაც აიქედან რომ წამოსულიყო. ბოლო გემო სეზამის მოდის. სეზამი მოუხდა, ოღონდ უფრო ცოტას დავაკლებდი, რადგან სეზამი პატარა ძალიან მარცვლოვანია, მე სულ პატარა გრანულებად ყველა ადგილში გერჯობა. მადლობა. რაღაც დაახლოებით ქობულეთური ახნიზე მიდის. აი ფერის გამოც მე ეს ტომატიც რო დაასხე, აი თითქოს მაკეთკენ წაიყვანა მთელი გემოები ვიდრე საცივისკენ. ქათამი რბილია, ნიგზის соуსი საცივი არ არის. არის ნიგზის соуსი. გემრიელი, ზომიერად ცხარე, მაგრამ საცივი არ არის.
საცივი არ გამოვიდა ისაც უნდა იყოს. შემდეგი მონაწილე იქნება თამარ საცივი და გოზინაყი მაგიდასთან. მე მომზადე ტრადიციული შემწვარ ღომთან ერთად შევწვი ქათამი და ტრადიციული სოუსი საცივის და გოზინაყში მოვხალე დინგოზი, ნუში და დავამატე ალუბლის ჩირი. ეს ღომის ზოდი ეგრეთ წოდებული შემწარი ძალიან კაია, ძალიან გემრიელია. საცივის სოუსი არის საკმაოდ მძაფრი. უცხოსუნელი ურტყავს გემრიელად ძალიან. ზმარი ვერ ვიგზანის სიმართლე რომ ცოტა უკენ. ესეც შთაბეჭდილება მაქვს რომ ოდნავ გადამეტაბეთად მოხალული ხო არ არის ნიგოზე. ოდნავ ხوار დაგე. მე ესე მომჩი. აქვს სხვადასხვა ნაწილები აქვს, ხო? ფილეც არის. დიახ. საცივისთვის ყვითელი ყვავილი ჩემთვის არ არის ხოლმე მისაღები, უფრო ბაჟეში ალბათ რა. ხო, ქათამი მშრალია ცოტა. გემოები კარგად ზის, უბრალოდ აი საცივის დამახასიათებელი გემოები არ აქვს. დღეს შეფები ძალიან კრიტიკულები არიან და ძალიან მეშინია. თქვენ ქათამის შეწვით და ისეთ შევდით, ხო? დიახ. ნახევრად მოვხარშა, მერე შევწვი და მაგრამ პირდაპირ შეგეწვა ვერასწორი და მთელი ძვლებით გაქვს მოწოდებული. ნაწილი ძვლიანი, ნაწილი. კარგი რა, რაღა დროს ძვალია. ხარჩოს უფრო გავს. ხმელი ქინძის გემო მომდის პირველი და მერე სხვა დანარჩენი უჯდება. ფორმა რაღაცნაირად არ გამოგივიდა. არათანაბრად მოხალვის გემო აქვს. სადღაც ზედმეტად არის მოხალული, რომელიც სადაც დამწვის გემოს უშვებს და სადაც კარგად. და ამიტომ გემოშიც ეს რაღაცნაირად დისბალანსი ეკრძალება. შემდეგი იქნება მიშო საცივი და გოზინაყი მაგიდა. გაძვის ხე, გოზინაყის გაძვის. აბა მიშო მოყევი ახლა. შენი ბაჟი როგორ გააკეთე? მე მოგიმზადეთ მეგრული საცივი. მეგრული საცივი. მაგრამ შევწოდე სამეგრელოს. სამეგრელოსთან. დარიჩინი და მიხაკი უქენი და შევწოდე, მაგრამ რას ვიზავთ? თვითონ საცივი, მეგრული საცივი მოვამზადე 4 თხილისაგან, გამოყენებული მაქვს ნიგოზი, თხილი, კანგაცლილი ნუში და ასევე კედრის კაკალი, იგივე ნაზავი მაქვს გამოყენებული გოზინაყის შემთხვევაშიაც. მისადევნებლად მოგართვით ღომი ორი სახის, ერთი ჩვეულებრივი, შებოლილი სულგუნის კანით და მეორე ქინძით. მინდა გითხრა რომ გემრიელი არის რა თქმა უნდა, მაგრამ ტყუილად გაყავი შარშთავა.
ორივე განთორე. საერთოდ არ ეთქო არ დარიჯინი, არც მიხაკე. არ უნდა მეკნა რა. არ გეთქვა მაინც. ჯობდა საერთოდ არ გეთქვა. ნუ ფილე ხა ცოტა მშრალია. და ეს უბრალოდ მოჭრილი სულგუნი მოგწონს? ეს არ მომწონს, რა თქმა უნდა, ეხა ეს არ უნდა, ან ჩაგედნო, ან ეს სულგუნი, აი უბრალოდ დადებული მოჭრილი სულგუნი, ნუ არ არის. როგორ არის იცი, აი ერთგვაროვანი მასასავით არის და აი ნუგასავით. და გემრიელია ნუგა თუ არა? გემრიელია ხა, ნიგოზი და თაფლი უგემურია თუ უნდა იყოს. არა, გოზინაყი არა. გოზინაყი არა. ბაბამ ნახოთ ვენახი. რამ შეჭამა ვენახი. ჩემთვის ბაჟია, რომელსაც საცივი სუნელები გაკრავს. მოსახარშია ნიგოზი. ესა ქოქოსი აყრია. ხო, ერთი ლამაზესთვისა ქოქოსის პანტელი. და შტოში არის შუალედში. გარო დავარდა მაგიტო მოყვება თუ მანამდეც ქონდა მოყრილი ქოქოსის პანტელი. არ ვიცი, შეგრძნების დონეზე ჭამ რაღაცა გემრიელ ნუგბარს. ქოქოსის პანტელი არ მეხმარიებს თამაში. და მაგიტომ გითხრა, შეიძლება რომ დავარდა დაბლა და ისი ავიღე იმას მიყვა და მაგიტომ აქვს, მაგრამ თებზე რაც არის, ის არის, ხო, კერძი იდეაში. ამიტომ თებზე უნდა დადო ის, რაც მასთან ერთად იჭმევა და თუ მეუბნები რომ ეს ამასთან ერთად იჭმევა, გოზინაყიდან საერთოდ მაგდებს კიდე. ნიბზის მას არის გემრიელი. მაგრამ მე რო შევუკვეთო საცივი, ან ველოდების საცივს, მე უნდა მივირთვა საცივი. მე რომ მინდოდეს მეგრული საცივის მირთვა, მე შევუკეთა მეგრულ საცივს. დავალება იყო საცივი. უკვე ვგრძნობ, რომ ჩემი კერძი გახდება დღევანდელი დღის აუტსაიდერი. შტოსი მაგარი რა გიждები შტოსზე. აი იმ პიკანტურ გემოს არომატს აძლევს და სიმჟავეს. ძალიან უხდება ეგ სიმჟავე. მაგრამ ეს გოზინაყი ვერ არის. და არის. და ბოლო მონაწილე, რომლის კერძსაც დავაგემოვნებთ, ეს არის თორნიკე, საცივი და გოზინაყი მაგიდასთან. სუფრა დაყარა ქვია. აბა თოკო მოყევი. ტაბაკა არის შემწვარი აჯიკაში, საცივის соуსთან ერთად და გავაკეთე მკერდისგან რაც დამჩა რულეტი, რომელიც არის ინდაურის პაშტეტი. აი სიცითლე რა. შტოშის პიური არის ეგ. ნამდვილად? კი, ნამდვილად, ცოტა მწვანე აჯიკა არის კიდევ შიგნი და გარშემო კანში არის გახვეული ეგ. ეს რა არის? ეს არის შტოშის პიური, რაც დამჩა ცოტა соуსი გავაკეთე და ძალიან მაგარი გამოვიდა. შტოშის პიური კარგია. საცივი არა. იმდენად ცარიელად ძმარია, რომ აი არაფრის გემო არა. არ იგრძნობა არაფრის გემო. ძალიან ბევრი ძმარი მოგია. თორნიკე საცივის მაგივრად გატანილი აქვს ძმარცივი. აი მარილი და ძმარი მოდის, რა მეტი არა. ნახოთ გოზინაყი. ჩვენერი რულეტი არაჩვეულებრივი შესრულება საცივი არ არის. შტოსის соуსი კარგია და გოზინაყი
გემოზე კარგია, მაგრამ ნურბილია. აკლია სიმკვრივე სიხრაშვილეობა. ახლა აი ფერზეც ვარდისფერი გადაკრავს. ძმრის გამო. ხო. მართლა ძმრის შეჭამანდით შეგიძლია დააკრო. მართლა ძალიან ბევრი. რა ძმარიც ყველამ დააკალო თორნიკემ ჩაუშვო თავის კერძში. ძმრის პრობლემა გაქვს, რომელიც თლიანად შინაარს გიცვლის კერძის დემონური თვისებებისას, ხო? აი მოდის სიმჟავე და აი სიმჟავეში მე რაღაც მასა. თორნიკე, მადლობა დაუბრუნდი შენს ადგილს. ჩვენ უკვე დავაგემოვნოთ თვითონ თქვენთაგანის მიერ მომზადებულია ეს სავალება საახალწლო კერძები, საცივი და გოზინაკი. და სულ მალე გავიგებთ თუ ვინ გადავა ნახევარფინალში და ვინ დატოვებს ის ორი ადამიანი MasterChef-ის სამზარეულოს. მანამდე კი გთხოვთ გადაინაცვლოთ მეტროპოლის ოთახში და დაელოდოთ საბოლოო განაჩენს. ჩვენი დავალება დღეს იყო რომ მოგემზადებინათ საახალწლო სუფრის ორი მთავარი ღირსება. ეს არის საცივი და რა თქმა უნდა გოზინაკი. ვერ მივიღეთ ძალიან კარგი საცივი შედეგი და გოზინაკიც. კარგები იყო, მაგრამ ძალიან კარგი ვერც ერთი. მიუხედავად ყველაფრისა, მეტნაკლებად, რომელიც ყველაზე ძალიან მოგვეწონა ვიზუალიც, გოზინაკიც. ნუ შეცდომები რა თქმა უნდა ყოველს ჰქონდათ, ეს იყო თაიას კერძი. თაია მომილოცავს, ეს შენი კერძი იყო შედარებით ამათქო ყველაზე კარგი. მაგრამ ახლა დროა დავასახელოთ ის სამი აუთსაიდერი, რომლისგანაც ორი დატოვებს MasterChef-ის დიდ სამზარეულოს სამუდამოდ. პირველი აუთსაიდერი არის ადამიანი, რომელმაც დაკარგა ყველაფრის ბალანსი კერძში. ეს არის თორნიკე. თორნიკე გთხოვთ გამოგზავნდეთ. პირველი აუთსაიდერი არის თორნიკე და მე მეცინება. ცოტათი ყვავილება. მეორე აუთსაიდერი დღეს არის მონაწილე, რომელმაც მოცემული დავალება ვერ შეასრულა სრულფასოვნად და ეს არის ადამიანი, ვისაც მე თავის დროზე მივეცი ოქროს წინსაფარი, ეს არის მიშა. ასევე მესამე აუთსაიდერი, რომელიც შეუერთდება მიშოს და თორნიკეს, არის მონაწილე, რომლის საცივით იმსახურებდა აი აქ დგომას. ეს არის ასევე ჩემი ოქროს წინსაფარი, მარია, რომელმაც უფრო ქართული კი არა იტალიური გემოების კეცა იყანა. ჩემი ნერვიულობა არის იქზე და არ მინდა რომ წავიდე სახლში. ორი თქვენგანი დღეს სამწუხაროდ დატოვებს MasterChef-ის სამზარეულოს. მოკლედ ამ ვიდეოში აღმოჩნდა თქვენი სამეული, რომელმაც შედარებით ცუდად გაართვა დავალებას თავი. დაკარგა შინაარსი, დაკარგა მისი გემო და აცდა ჩვენს მოთხოვნებს. ესაა ბრძოლა ნახევარფინალისტის და ყოველი შემდეგი ეტაპი კიდევ უფრო რთული იქნება. ეხლა კი დავასახელებ მონაწილეს, რომელიც წავა სახლში პირველი. ბრძოლას ნახევარფინალისტვის ეთიშება, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩემთვის, მიშა. მიშა, ძალიან დიდი მადლობა შენი დაუზოგავი ბრძოლისთვის. შემიძლია თამამად თქვა, რომ შენი ყოფნა MasterChef-ში იყო ძალიან სასარგებლო და ძალიან საინტერესო ყველა ჩვენთაგანისთვის. კონკურსია, კონკურენცია დიდია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან ცუდი მზარეული ხარ, ან ცუდად აკეთებ. უბრალოდ კონკრეტულ დავალებას, კონკრეტული შესრულება ჭირდება. ასე რომ მიმართე ახლა შეგიძლია შენს კოლეგებს
დაგვემშვიდობო, წინსაფარი დატოვო შენს ადგილას. დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ, შეფებო. განსაკუთრებული მადლობა შეფ მანულო თქვენ, რომ თავის დროზე ოქროსფერი წინსაფარი ჩამომკიდეთ. ღირსეულად. ჩემთვის შვიდად ცხოვრობდი და უცბად მოხდა ძალიან დიდი აფეთქება. სამწუხაროდ დღეს მიწევს ამ პროექტის დატოვება. მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თანამშრომლებს, ვინც ამ ყველაფერს ქმნის. მადლობა ბავშვებო თქვენ ჩემთვის ყველანი იყავით მეგობრები. ეს იყო ლამაზი ზღაპარი, რომელიც ამ ეტაპზე ჩემთვის დამთავრდა. თქვენთვის გრძელდება და ყველას გისურვებ წარმატებას, სულით და გულით. ყველანი ძალიან მეგობრები. მოკლედ დარჩით ორნი. ერთ-ერთი თქვენგანი მოხვდება ნახევარფინალში, ხოლო მეორე კი დატოვებს MasterChef-ის სამზარეულოს. ძალიან ისეთი შეცდომები ჰქონდათ. ერთი იტალიამ დაღუპა, მეორე ძმარმა. საერთოდ ყოველთვის არის ისეთი რამ, რომ სიჩქარეში შეიძლება რაღაცა მეტი ჩაგეყაროს, მეტი მოგივიდეს, ამიტომ ეს ემოციები ყველაფერი უნდა დააბალანსოთ, ხო? იმიტოა კონკურსი, იმიტოა შეჯიბრი, იმიტოა კონკურენცია, რომ შეიძლება ყველაზე მაგარსაც უცებ რაღაცა ვერ გამოუვიდეს და დატოვოს აქაურობა, ხო? იმიტომ რომ კონკრეტული დავალებით ვაფასებთ ამ კონკურსებს ხოლმე, ხო? ამით გადავწყვიტეთ, რომ დღეს სახში წასულიყო მარია, დაუბრუნდი შენ ადგილს, თორნიკე, სამწუხაროდ შენ დაგემშვიდობებით. თორნიკე, ძალიან მწუხარ, იმიტომ რომ გაქვს იმის პოტენციალი, იმის უნარები, რომ ყოფილიყავი ნახევარფინალში და აქ არა, მაგრამ პატარა შეცდომებიც კი ძალიან ცუდად ისახება ხოლმე ესეთ შეჯიბრებების დროს. წარმატებებს გისურვებ, შეგიძლია მიმართო შენს მეგობრებს, კოლეგებს, კონკურენტებს, არ ვიცი როგორ ვთვლი და წინსაფარი მოიხსნა, დატოვო და დაგვემშვიდობო. წარმატებებს გისურვებთ ყველას, განსაკუთრებით ჩემ მეგობარ გიორგის და საინტერესო იყო. მადლობა თქვენ. თუ აფასებით ჩემ კერძებს, წარმატებები პროექტს ზოგადად. წარმატებები. აიხარე. დანარჩენებს გილოცავთ, თქვენ უკვე ნახევარფინალში ხართ და მოგიწევთ უფრო მაგარი და სერიოზული ბრძოლა ერთმანეთთან. ფინალისტის. ჩვენ კი გემშვიდობებით. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 28 დეკემბერს MasterChef-ის დიდ ნახევარფინალში.